დიახ, ის რომ სახალხო პროტესტს ხელისუფლება ვერ აჩერებს და ვერ ახშობს, დადასტურდება დღესაც 4 საათიდან არის სწორედ შეკრება და ანონსებული სულ უფრო ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, იმ თავისუფალმა ადამიანებმა, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ვისაც არ მოწონს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, საკუთარი განაცხადი თბილისის ქუჩებში გააკეთონ 211 დღეა უბრალოდ მოქალაქეები საკუთარი რწმენით გამოდიან ქუჩაში, არავის ხათრით, არავის გამო, რადგან ეს არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა ქვეყანა არის გადასარჩენი და ღალატი არის სახლში დარჩენა. ის, ვინც გაბედავს და ერთმანეთის გვერდით ქვეყნის გადასარჩენად გამოვა, ყველა ლიდერი ამას ამბობენ. აქციის ორგანიზატორები, დიდი შეკრების ორგანიზატორები, მურთაზ ზოდელავას ხედავ მასთან გადავინაცვლებ, შემდეგ ქალბატონი რინა სარიშვილი მასაც გავესაუბრებით. ბატონო მურთაზ, რატომ უნდა იდგნენ დღეს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე და აქ ერთ-ერთ მთავარ მოედანზე? საბა სად უნდა იდგნენ, რა ვიცი, ხედავთ, ბრწყინვალე ამინდია, ფანტასტიკური, რევოლუციური ამინდია. გარდა ამისა, ხედავთ, რომ ის მანიაკი ატარებს რაღაც აღმასკომის არჩევნების არ ქვია მაგას, რავი, რაღაცა ტამარილიას და ამაში ვინ შევა მაგაში ვის რა. ამიტომ ყველა რუსთაველზე ხალხო უნიკალური შესაძლებლობაა ჩვეულებრივმა ქართველმა, რომელსაც ჯიბეში შეიძლება 7 ლარი უდევს და 7 მილიარდიანი ბიძინა ივანიშვილი დააწვინოს ბეჭებზე, დადოს ბეჭებზე, შეუსრულოს. ამის უნიკალური შესაძლებლობაა. მე ვერ წარმომიდგენია დღეს ალალი პატიოსანი მშრომელი ქართველი, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არის სახში რა მიიტანოს, ხვალ იმაზე ის არა აქვს მოგვარებული, ვერ აგვარებს ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომელსაც არაფერი არ გააჩნია. მაგრამ დღეს 4 ოქტომბერს ამ ადამიანს შეექმნა უნიკალური შესაძლებლობა თავისი აი ამ ალალი სიმართლით მოვიდეს რუსთაველის გამზირზე და დადოს ბეჭებზე მილიარდერი. დაამარცხოს ის, ჩამოაშოროს ხელისუფლებას. მე დარწმუნებული ვარ, ყველა ისარგებლებს ამ შესაძლებლობით. ქალი, კაცი, რა ვიცი, ვიცით რომ რეგიონებიდან იმდენი ხალხი მოდის, რომ ფაქტიურად ტევა არ არის, ყველა დებს ამ ვიდეოებს, სურათებს, რომ მოდის დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისი თავისთავად დიდი ხანია უკვე ამბოხებულია ფაქტიურად ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ ამის კულმინაცია, ამის თავალი ეპიცენტრი არის აგერ ოღონდ რუსთაველის გამზირი, არა იმ გაგებით რომ ვიღაცა მერიაში დაწერა რომ ამ ნომერი, ნუ არა ხალხო, საქართველოს ქართველების ცნობიერებაში რუსთაველის გამზირი არის თავისუფლების მოედანის, თავად რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედანი, ყველაფერი უნდა გადაივსოს და გადაავსებს საქართველოს ამას გააკეთებს დღეს. ბატონო მურთაზ, პარტიებს და მოქალაქეებს ერთი სათქმელი და გზავნილი გაქვთ. რისი ნიშანია ეს ივანიშვილისთვის? დამარცხდა მისი პროპაგანდა? მეგობრებო, არათუ ტრადიციულად სულ ამ კაცთან ჭიდილში ვართ ის კი არა, რა ვიცი, კი ნახეთ დღეს რა უბადრუკი იყო. ადამიანი, რომელიც ითვლებოდა ლამის განსახია ალტერ-ეგოთ ივანიშვილის. რაღაცა იმ პირადობის მოწმობა მაქვს, პასპორტი არ, ვინ დარჩა? არავის არ უნდა ივანიშვილი. უბრალოდ არავის არ უნდა. გარდა იმ ვიწრო ჯგუფისა, რომელიც ფაქტიურად მის სანათესაოთი შემოიფარგლება, იქაც როგორც გაირკვა, ვიღაც არიან ნათესავები, რომელიც ამხელენ მას და საოცრებებს ყვებიან. ასე რომ, ყველანი რუსთაველზე გავიმარჯვოთ დღეს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მურთაზ ზოდელოს. ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გვინდა რომ თქვენი პოზიციაც მოვისმინოთ დღევანდელ დღეზე. რას აჩვენებ დღეს ქართველი ხალხი, მტერსაც, მოყვარესაც, პარტნიორსაც, არაპარტნიორსაც? რისი ჩვენების დღე უნდა იყოს დღევანდელი დღე? დღევანდელი დღე უნდა იყოს პირველ რიგში იმის ჩვენების დღე, რომ თავისუფლებაზე მაღალი ღირებულება არ არსებობს, თვით სიცოცხლეც კი. ის რაც წაართვა მთელ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ. აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, მე იმად გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც თავის დუმილს ან პასიურობას ამართლებს იმით, რომ პოლიტიკაში არ ერევა. როდესაც ბიძინა ივანიშვილი გემუქრება, რომ ან თვითონ ან შენი შვილი და ჩვენ ვხედავთ ჩვენ შვილებს, მათი ასაკის ბავშვებს და ცოტა დიდებსაც რას უშვება ეს რეჟიმი ყოველდღიურად, მე მგონი ძალიან მარტივი არჩევანი უნდა გაკეთდეს. მე ვირჩევ ჩემ შვილებს და არ ვირჩევ ბიძინა ივანიშვილს და ყველა ვინც მოვა დღეს რუსთაველზე 4 საათზე ირჩევს საკუთარ შვილს. აი, შეიძლება ვუწოდეთ დედების, შვილების, მამების ბრძოლა თავისუფლებისთვის. აი ამ ბრძოლას, რომელსაც ახლა კი, ეს ნამდვილად ასეა, ჩემთვის ნამდვილად ასეა, ეს არის
დედების, მამების და შვილების ბრძოლა, სადაც უფრო დაალაგებულ ოჯახებში აზრი არ იყოფა. სადაც იყოფა იმ ნიშნით, რომ შვილები უფრო ჩვენთან არიან და შვილებზე ძალიან ხო არავინ არ გიყვართ და იყავით შვილებთან ერთად, იმიტომ რომ მათთვის კეთდება ეს ყველაფერი, რომ ისინი არ დარჩნენ იმ კოშმარში, რა კოშმარში ცხოვრობთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა, თქვენი ნესარიშვილს უსმენდით. მშობლებით და შვილებით გამოდიან დღეს ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ცენტრალურ მოედანზე. მოქალაქეები ჩვენ თავისუფლების მოედანზე ვიმყოფებით, სადაც სამზადისი მიმდინარეობს. ახლა იდგმევა სცენა, მონტაჟდება რკინის კონსტრუქციები, იმისთვის რომ ხმის გამაძლიერებლები დამონტაჟდეს. უკვე ერთ მხარეს დამონტაჟებული არის ეს ხმის გამაძლიერებლები და ირაკლი ნადირაძე ისაუბრებს ჩვენთან ერთად. ირაკლი, რატომ უნდა იდგეს დღეს ბევრი ადამიანი რუსთაველის გამზირზე? რას ფიქრობთ, რა მოლოდინები გაქვთ? როგორი მუხტი არის დღეს თბილისის ქუჩებში? რა შეგიძლიათ გითხრათ? პირველ რიგში დღეს თელმა საქართველომ ნახა შეშინებული რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უბრალოდ ბლუყუნებდა ამ სიტყვის მთელი მნიშვნელობით, წინადადებას ვერ ასრულებდა, ისე ნერვიულობს და ისეთი შეშინებულია და ეს არის ძალიან სიმპტომატორი. მას ეშინია ასობით 1000 გაბრაზებული მოქალაქის და იმ რევოლუციური მუხტის, რომელიც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ტრიალებს. შეშინებულია ასევე კაკებეშნიკი ირაკლი კობახიძე, რომელიც დღეს გვესაუბრებოდა რაღაცა ვითომ არჩევნებზე, არავინ არჩევნებზე ხალხო, ეს ერთადერთი არის რუსული სპეცოპერაცია, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა ლეგიტიმაცია შემატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არ გამოუვა. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გუში ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის იგორ ნარმანია ცემეს, თავი გაუტეხეს, ესეც შიშის გამოხატულება, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ვერ ახსენა, ვერ გაბედა რომ ეხსენებინა მე-10 კლასელი სკოლის მოსწავლე ანდრია ხამაშურიძე, სკოლის მოსწავლე ბავშვი ცემეს ხალხო გუშინ რკინის ხელკეტებით და გვეუბნეოდნენ რომ თურმე იქვე ეყარა და იპოვნესო და თავს იცავდნენ ის ბანდიტებიო. აი ამიტომ უნდა დავასრულოთ მართლა ეს ბანდიტები. ეხლა იცით თქვენ კადრები ალბათ არსებობს, უამრავი ადამიანი მოდის მთელი საქართველოდან. დასავლეთ საქართველოდან, აღმოსავლეთ საქართველოდან უამრავი ემიგრანტია გზაში, უამრავი უკვე ჩამოსულია. და ამიტომ დღეს აქ ვიდგებით ასობით 1000 ქართველი. სიმბოლურია რომ თავისუფლების მოედანზე, იმიტომ რომ აქ დღეს ხალხი ვიბრძოლებთ ყველა ერთად ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, კეთილდღეობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ბატონო ირაკლი, ქართული ოცნება დილიდან ძალების დემონსტრირებას ცდილობს სპეცრაზმელებით გადაავსეს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, ეს ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, საკრებულოს შენობაშიც უამრავი სპეცრაზმელი შეიყვანეს. რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ საკუთარ თავს ამ პროტესტში ვერ ხედავს, ამ ისტორიულ პროცესშიც ვერ? პირველ რიგში, კი ბატონო, ბევრი ძალოვანია, მაგრამ ეს არავისთვის ახალი არ არის, რა ძალოვნებიც აქამდე ყავდათ ხოლმე, ისევ ის არის მობილიზებული ყველგან. მაგრამ მათ არ აქვთ არანაირი мотиваცია. ამ ძალოვნებშიც მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. 5%-ია ის ბობოლა მაღალჩინოსანი, ვინც რიგითი პოლიციელების, რიგითი სპეცსაძელების ხარჯზე იღებს მაღალ ხელფასებს, მაღალ პრემიებს, საჩუქრებს ბიძინა ივანიშვილისგან, თანამდებობებს, ვადამდელ წოდებებს, მაგრამ რიგით პოლიციელებს, რიგით სპეცრაზმელებს ზუსტად ისევე უჭეს, როგორც ამ ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს. მათაც ვალები აქვთ ბანკებში, მათაც თვიდან თვემდე კომუნალური ვერ გადაუხდიათ, მათაც გაუძურდათ ცხოვრება, მათაც ბავშვისთვის უამრავი რამე ვერ უყიდიათ და ვერ შეუძლიათ, ამიტომ ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება მათი თავისუფლებისთვის ბრძოლა. და რაც ყველაზე მთავარია, ხალხო, არანაირი პარტიული ღონისძიება, არანაირი პარტია, ეს არის ხალხის საერთო ეროვნული შეკრება. დღეს აქ მთავარი მოქმედი გმირები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები, ამ ქვეყნის შვილები, დღეს აქ იბრძოლებენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რიგითი მოქალაქეები, ამ ქვეყნის პატრიოტები და ეს გამარჯვებაც, ეს თავისუფლებაც, ეს რევოლუცია თვითობიანი იქნება ჩვენი ხალხის და სხვისი არავისი. იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნიდან ხალხი აღარ გაიქცეს და არ წავიდეს უცხოეთში, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ საქართველოს იყოს ქართველების გარეშე, რომ ამ ქვეყანაში პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული პენსია, ადამიანებს ღირსეული ხელფასი და სამსახური, სტუდენტებს და მოსწავლეებს კარგი განათლება, ადამიანებს კარგი ჯანდაცვა, კარგი ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ის, რაც აქვს ყველაზე კარგ ევროპულ ქვეყნებს. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ დღეს უნდა დავანახოთ არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველმა ხალხმა თავი არ დაუხარა რუსეთს, თავი არ დაუხარა
რუს ოლიგარქს, რუსულ ავტოკრატიაც, რომ ქართულმა ხალხმა იბრძოლა, გაიმარჯვა და ეს იყო მშვიდობიანი დროშების რევოლუცია. მადლობა ირაკლი ნადირაძეს. აქ რა თქმა უნდა იდგებიან სინდისის პატიმრების მშობლები. ჩვენთან ერთად არის გიორგი ჩიკვაიძის დედა ქალბატონო ეკა. რას გვეტყვით დღევანდელ დღეზე? თქვენი შვილის ნაცვლად დგახართ ახლა ამ გამზირზე, რას ეტყოდით გიორგის სხვა სინდისის პატიმრებს, რომლებიც ალბათ თვალს გვადევნებენ ახლა და გვისმენთ. პირველ რიგში ვიდა მოგილოცოთ ეს დღე, ეს არის ისტორიული დღე და მე მოვიჩქაროდი რომ მინდოდა რომ აქ ბატონი პაატა ბურჭულაძე დამხვედროდა. მე დღეს ცოტა გადაუხვევ ამ საერთო თემას და ვიტყვი რაღაც არაჩვეულებრივ სიტყვებს. მე დღეს მინდოდა მიმემართა ბატონი პაატა ბურჭულაძისთვის. მეტრში აქ იქნება ბატონი პაატა, როგორც ეხლა რუსთაველის გამზირისკენ, როგორც თქვა, უნდა ნახოს რა ვითარება. კი ბატონო, თუ მოვა, მაშინ შევეცდები რომ ის ჩემ პატარა ავანტურაში ავიყოლიო. თუ არა და მე მაინც ვიტყვი. დღეს მინდოდა მისთვის მიმემართა არა როგორც პოლიტპატიმრის დედას, რომელსაც მრავალი თვე სხვა მშობლებთან ერთად აი აქ პარლამენტის წინ კიბეებზე გავატარე. ხშირად დავდიოდით ქალაქ გარეთ რაიონებში ბაზრობებზე და ვარიგებდით ამ გაზეთებს. უბრალოდ დღეს მე მინდოდა მიმემართა როგორც თავადის ქალ ეკატერინე წერეთელს, სოფლიო ბანისთვის, პაატა ბურჭულაძისთვის, რომელიც არის სულისჩამდგმელი აი ყველა პროცესის, რაც აქ ხდება. მე მინდოდა მისთვის მეთხოვა და მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ისტორიული კადრი, ავანტურა იმაში მდგომარეობს, მე მინდოდა რომ მისთვის მეთხოვა რომ მე მინდოდა მასთან ერთად აქ ცეკვა. სრულიად ორი ბრუნიც კი საკმარისი იქნებოდა. ეს არის მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ აქ სიყვარულია. დღეს არავინ აქ არ გამოსულა საბრძოლველად და რაღაცა ცუდის გასაკეთებლად. აქ არის სითბო, აქ არის სიყვარული და აქ არის ერთმანეთის პატივისცემა. საღამო ხანს კი ეს ქოცებისთვის მაქვს მიმართა. თქვენი დრო საღამოსკენ მოდის, ვირთხები საღამოს იმალებიან და გარბიან. ჩვენ თქვენ შვილებს არ დაგითმობთ, არც საქართველოს დაგითმობთ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს და თავისუფლება პოლიტპატიმრებს. ყველანი მიყვარხართ და მინდა რომ ყველა ქალბატონი, რომელიც დღეს აქ მოვა, იყოს ძალიან ლამაზი. მე შევეცადე რომ ყოფილიყავი ლამაზი, არ ვიცი რამდენად ეს ძალიან კარგად გამოიყურებით. იმედი მაქვს რომ თქვენი პერფორმანსის გადაღების შესაძლებლობა გვექნება. ქალბატონო ეკა ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ბატონი პაატა ამაში დამთანხმდება. ის ესეთი კრეატიული ადამიანია და მასაც მოეწონება ეს. მადლობა ქალბატონო ეკა ძალიან დიდი. ქალბატონო თქვენთან გავაგრძელებთ ახლა საუბარს. სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დღეს ძალიან დიდხანს ელოდით. რა მოლოდინები გაქვთ და რა მუხტი არის დედაქალაქში და არა მხოლოდ დედაქალაქში ჩვენ ვნახულობთ კადრებს, რომ ძალიან ბევრი რეგიონიდან ჩამოდიან დღეს სპეციალურად ამ შეკრებაზე დასასწრება ძალიან ბევრი ადამიანი. მოგესალმებით, მუხტი არის გამარჯვების. და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო, ევროპული საქართველო, მარო მაყაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟებ შაველას, გიორგი ანწუხელიძის საქართველო, მერაბ კოსტავასი და ზვიად გამსახურდიასი, რომლებიც არასოდეს არ გამختارან მონები და იბრძოდნენ თავისუფალი საქართველოსთვის და არასოდეს არ მოუდრეკიათ ქედი და დღეს სწორედ ესეთი ამაყი, მართალი საქართველოს მოქალაქეები გაიმარჯვებენ. აი ეს შესაძლებლობა არის დღევანდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც იქნება ძალიან ბევრი ადამიანი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებით, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ამ ქვეყნის თავისუფლება უნდა და ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, რომ აი ეს 13 წლიანი უბედურება და კოშმარი, რაც რუსულმა რეჟიმმა დამართა ამ ქვეყანას, ეს დავასრულოთ და ამ ქვეყანამ დაიწყოს განვითარება. ძალიან მინდა რომ სინდისის პატიმრებსაც მიმართოთ, პოლიტიკურ პატიმრებს, თქვენი თანაგუნდელები ციხეში არიან, მიხეილ სააკაშვილი, ცოტა ხნის წინ ლევან ხაბეიშვილი, ასევე თქვენი კოლეგები, პოლიტიკოსები, რომლებიც გამოკეტილები არიან ციხეში და ძალიან ბევრი სინდისის პატიმარი ყავს ამ ქვეყანას უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. რას ეტყვით იმ ადამიანებს, რა შეგიძლიათ დამაიმედებელი უთხრათ დღეს საპყრობილეში გამოკეტილ? პირველ რიგში თითოეულ მათგანთან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძობთ ხადია, იმიტომ რომ
ამ ადამიანებმა ყველაზე მთავარი საკუთარი თავისუფლება, საკუთარი ჯანმრთელობა შეწირეს ამ ქვეყნის თავისუფლებას. ამიტომაც დღეს ერთ-ერთი მთავარი ჩვენი мотиваცია სწორედ მათი თავისუფლება არის, აქ რო ვდგავარ და მინდა მათ ვუთხრა მადლობა იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ თავიანთი თავისუფლების ხარჯზე და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ გარეთ მათი თანამებრძოლები ვიბრძოლებთ დღეს ბოლომდე ცხადია მშვიდობიანად იმისთვის, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად დაიმხოს და თითოეული პოლიტიკური პატიმარი, რაც შეიძლება მალე იყოს გარეთ. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რაც დღეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არ ყოლია არასოდეს ამდენი პოლიტიკური პატიმარი და არ ყოფილა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე, რომ საუკეთესო ნაწილი ამ ქვეყნის ჟურნალისტები, მასწავლებლები, ექიმები, პოლიტიკოსები, მწერლები, მსახიობები არიან ციხეში და ამით ხო რეჟიმი ცდილობს და ყველაზე მაგარი რაც არის ხო რეჟიმმა ვერ შეძლო ერთ-ერთი მაქო მარტო პოლიტიკოსებზე არ არის კი თორე პოლიტიკოსებს ხო მაინც უფრო მეტი გამოცდილება აქვს და ეხა მიხეილ სააკაშვილი როგორ უნდა გაეტეხათ ან ნიკა გვარამია ან ნიკა მელიან ლევან ხაბეიშვილი მაგრამ ეს აბსოლუტურად გამოუცდელი ადამიანები რომლებსაც ერთადერთი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სიყვარული ამოძრავებთ ვერ შეძლო რეჟიმმა პატარა ბავშვები ვერც ერთი მათგანი გაეტეხა და ეს ჩვენ გარეთ გვაძლევს ძალიან დიდ ძალას იმისთვის რომ ვიბრძოლოთ ძალიან დიდი მადლობა ანა წითლიძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში ნამდვილად არ დარჩენილა სფერო რომელსაც არ შეეხო რეპრესიები და ქართული ოცნების ყველაზე დიდი ოცნება ალბათ იყო სწორედ რომ მოისმინა სინდისის პატიმრების მხრიდან აღიარებები ჩვენებები თუმცა ეს მათ ვერ მოახერხეს ყველა ძალიან თავაწეული იდგა ყოველთვის სასამართლო პროცესზე და ამბობდნენ რომ იცოდნენ ზუსტად რისთვის იბრძოდნენ და რისთვის ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულისთვის სწორედ სამშობლოს სიყვარულის გამო არიან ისინი გისოსებში ახლა გამოკეტილი და რა თქმა უნდა ალბათ თვალს ადევნებენ თუ როგორ განვითარდება პროცესები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე და ცენტრალურ მოედანზე სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით დროშების რევოლუცია არის დაანონსებული მშვიდობიანი შეკრება 4 საათიდან დაიწყება და დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გეგმავს რომ სწორედ გამოვიდეს ქუჩაში და საკუთარი სათქმელი უთხრას ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მთავარი სათქმელი კი არის წადი ამ სიტყვას ალბათ ყველაზე ხშირად გაიგონებენ დღეს ქართული ოცნების წევრები მადლობა ნანუკა